ახლოს მიიტანეთ, გთხოვთ მიკროფონი. აღვივსე აი ამ თემებით, რომელზედაც საუბრობდნენ ჩვენი მეგობრები, ძალიან საინტერესო საუბრები. და ხშირად იყო ნახსენები, რა თქმა უნდა, თვით ადოლფ ჰიტლერი, ბისმარკი, რამის ჩავედით შუა საუკუნეებში. ცოტა ახლოს რა თუ შეიძლება. ალბათ მივალთ მალე ნერონთან, იმიტომ რომ თუ კი ვინმე იყო ტყვე, როგორც თავის დროზე ეპიქტეტი წერდა ხომ, ადამიანი შეიძლება მონა იყოს მაშინაც კი, როდესაც ის თავისუფალი შეიძლება იყოს, როდესაც ის მონაა და ასახელებდა დიოგენს, შეიძლება ტუსაღიც კი თავისუფალი იყოს ისე როგორც სოკრატე, მაგრამ შეიძლება იმპერატორიც იყოს მონა, თავისივე ვნებების და თავისივე ძალაუფლების მონა. და მოგეხსენებათ თქვენ, რომ არც ერთი დიქტატორი არ იქმნება და ვერ შეიქმნება, ვერავითარი დიქტატორა, ვერავითარი ძალადობა, ვერავითარი ჯალათი ვერ იჯალათებს, თუ კი ამას სისტემა არ უზრუნველყოფს. და ასე იქცა სწორედ ტყვედ და თავისი მონად და მსხვერპლად ეს ნერონი. და როდესაც ჰიტლერზე ვლაპარაკობთ, მე ერთი რამ გამახსენდა და უკავშირდება ეს ჩვენს ახლო წარსულს და დღევანდლობას. ერთი კაცი იყო, რომელიც გაემიჯნა ჰიტლერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმწრის ოფს იწმენდა, ეს იყო თომას მანი. როდესაც უთხრეს მას, რომ აი გერმანელმა ერმა ჩაიდინა ეს ბოროტება, საკონცენტრაციო ბანაკებად აქცია მთელი ევროპა და სად იყო გერმანული კულტურა, როდესაც ამას ჩადიოდნენ გერმანელებიო, თომას მანმა თქვა, არა, საკონცენტრაციო ბანაკებში არ ყოფილა გერმანული კულტურა იქ არის, სადაც მე ვარო. ადგეს ყველაზე ძლევამოსილი კაცი დღეს საქართველოში და თქვას, სადაც მე ვარ, 2007 წელს ქართული კულტურა და საქართველო იქ იყო. ეს კაცი იყო ზუსტად მიხეილ სააკაშვილის გვერდით, აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, მსოფლიოში არ გაგონილი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჯალათების ხელისუფლებას ხელფასებს უხდიდა, აკეზებდა, ხრწნიდა და როდესაც რომელიმე ხელისუფლებას განსაჯელის სკამზე დავსვამთ, აუცილებლად იქვე უნდა დაჯდეს ბიძინა ივანიშვილი. სხვაგვარად ნახევარი სიმართლით ფონს ვერ გავალთ. აი მითხარი, თქვენ ამბობთ, რომ ნახევარი სიმართლე არ უნდა იყოს. მაშინ ნახევარი სიმართლეა ის, რომ კაცობრიობის ისტორია მარიცის მოქმედი პრეზიდენტისთვის ფული მიეცათ ვინმე კერძო პირს და მოქმედი მინისტრებისთვის ხელფასები გადაეხადა კერძო პირს. აგერ ახალ მაგალითს გეტყვით. ისრაელში უაღრესად პოპულარულია ნეთანიაჰუ. ვიღაცას საჩუქრები მიუტანია მისთვის და პესეთში იმპიჩმენტის საკითხი დგას მისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული მედია, ქართველი საზოგადოება, ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს, რამდენად ობიექტური, რამდენად სამართლიანი იქნება არჩევნები, მაშინ როდესაც უკვე ვიცით, რომ არავითარი არჩევნები, არავითარი სამართლიანი არჩევნები ასეთ პირობებში არ ჩატარდება, ვერ ჩატარდება, სადაც ერთ პინაზე დევს მილიარდები და მეორე პინაზე დევს მშიერი, ღატაკი, ღარიბი, უუფლებო მასა. იქ არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ კარგად ვიცით, ბატონებო, რომ ძველ რომშიც კი ხმები იყიდებოდა, საგანგებო შტატები იყო დისტრიბუტორების და ციცერონი წერს, რომ გავიყიდი ამ არჩევნების დროს. რატომ იცით? არჩევნებში თავისუფალი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და მას შეეძლო თავისი ხმისთვის რა ფასიც უნდა და ის ფასი დაედო. მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ იწუხებდა კომპარტია თავს, რომ ვინმე მოესყიდა, იმიტომ რომ ჩვენი ხმები პიკიც არ ღირდა მაშინ, ხომ? უნდათ თუ არ უნდათ იმას აკეთებდნენ, რაც უნდათ. თავისუფალი ადამიანის ხმა ფასობს. რამდენად არის დღეს საქართველოში ამომრჩეველი თავისუფალი? რა განსაზღვრავს მოქალაქის თავისუფლებას? უწინარესყოლისა პოლიტიკური თავისუფლება, იცი ძაღლიყებს ქარავანი მიდის, ეს არ არის თავისუფლება. ხო ლაპარაკობ, რასაც გინდა და არავინ ქუჩაში არ გხრեց. არ ვიცი, მეც გამოვიარე ის პერიოდი, რა ქვიან, 9 წლის წინათ იყო თუ 10 წლის წინათ იყო, მართალი გითხრათ, ეხა ლომტარიელობაზე თავს არ უდებ, მაგრამ არასოდეს არ შემშინებია, არც ამ 30 წლის წინათ მეშინოდა და არც ამ 10 წლის წინათ მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორიც გამომივლია და 1000 უბედურობები გამომივლია, მაინც არ ვიცი ვის ეშინია. შეიძლება ვიღაცას რაღაცა დასამალი აქვს, მაგრამ
ნამდვილად არ არის თავისუფლებას არ იძლევიან თავისუფლებას მოიპოვებენ თავისუფლებისათვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო და როდესაც თქვენ ძალიან კარგად დასვით ის შეკითხვა რა განსხვავება იყო 90-იანი წლების განწყობასა და დღევანდელ განწყობას შორის მკვეთრად გამიჯნული ორი პოზიციიდან იყო ერთი ასარჩევი ეს იყო ან დამოუკიდებელი საქართველო ან დარჩენა კომუნისტურ რეჟიმში და სხვათა შორის ადვილი გასარჩევი და ეხლა მკვეთრად ადვილი გასარჩევია ეხლა რასაც არის და გარდა ამისა იყო კიდე აი ამ იდეას დამოუკიდებლობის იდეას ისეთი გრანდები უმაგრებდნენ ზურგს როგორც ილია ჭავჭავაძე იყო და საერთოდ მთელი კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი უმაგრებდა ზურგს თავისუფლების იდეას და არ შემცდარა ქართველი ადამიანი არ შეიძლებოდა ამ იდეაში ტყუილის თქმა ვერ სიცრუე ვერ გაიჟღერებდა ამ იდეაში ეს იმდენად ანკარა იდეა იყო დღეს ძალიან ბევრი სიცრუეა დაგროვილი პოლიტიკა იქცა სხვათა შორის ჰიუგოს აქვს ეს ძალიან კარგად როდესაც ჩვენო ვლაპარაკობთო რომ ეს სახელმწიფო მოღვაწეაო იმ თავითვე გულისხმობთ რა კი სახელმწიფო მოღვაწეა ეს იმას ნიშნავს რომ ის მოხერხებული კაცია ხოლო თუ მოხერხებული კაცია ეს პირდაპირ იმას ნიშნავს რომ ის თაღლითია დღეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სივრცე სავსეა თაღლითებით შულერებით ადამიანებით რომელთაც შეუთავსებლი შეთავსება სურთ ერთი ხელით უნდათ ჯიბი აივსონ ფულით აუკრძალეს პრემიების აღება აი ფანჯრიდან შეძვენ დანამატები დაარქვეს მე არ მინახავს არ გამომიცდია არ მეგონა ოდესმე დღისით მზისით თუ ასე კერპად გამოაცხადებდა ეროვნულ ხელისუფლებად სახელდებული მართველი პარტია ფულს თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა არავის იდეალიზაციას არ ვეწევი მაგრამ აი წარმოიდგინეთ თუნდაც ოპონენტები ყოფილიყავით რომელიმე ზვიად გამსახურდიას გაფიქრებაც კი როდესაც აი პრეზიდენტად ავიჩიეთ და გამოვარკვიეთ რომ ყველაზე ნაკლები ხელფასი პრეზიდენტებს შორის ქონია სომხეთის პრეზიდენტს 4000 მანეთი მაშინდელი პულით და ნუ რაღაც სტანდარტზე ჩვენც თავი გამოვიდეთ ხო რაღაც სტანდარტი რომ შეგვენარჩუნებია და უთხოვეს ვიაც რომ აი თქვენც რაღაც სტანდარტს უნდა დავემორჩილოთ და ხელფასი ყოველგვარი სიყალბის გარეშე ბუნებრივად თქვა ეხლა ხანო წიგნები გამოვეციო და ჰონორარი ავიღო და ყოფნის ეს ოჯახშიო და არ არის საჭირო ამის იცი ეს ვიტყვი და არქანჯელო ლამბერტი ეს იტალიელი პირუთვნელი მოგზაური რომელიც სამეგრელოში 16 წელი ცხოვრობდა და ჩინებულად იცოდა მეგრული ენა დადიანების ცხოვრების წესს აკვირდებოდა და ასეთ შენიშვნას თითქოს უბრალოს მაგრამ რავლის მეტყველს ღარიბ სამთავროს თავარიც ღარიბ იყავს არ შეიძლება ღარიბ საქართველოში მდიდარი მინისტრები ცხოვრობდნენ ანუ ჩვენი სათაყვანებელი მაჰატმა განდი რომ